სინათლე არ უნდა ჩაქრეს. ფარნების მარში სულ ცოტა ხანში დაიწყება. აქციის სახელწოდება კი არის სიმბოლური, იქიდან გამომდინარე, რომ ის ონლაინ მედიები, რომლებიც გასულ კვირას გაერთიანდნენ და იბრძვიან გადარჩენისათვის ქართული ოცნების რუსული კანონებიდან გამომდინარე, ამბობენ, რომ თავისუფალი სიტყვა არის სინათლე და რა თქმა უნდა სიბნელე არის დიქტატურის სიმბოლო. სწორედ ეს ყველაფერი უპირისპირდება დღეს ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ყველა ის ადამიანი, რომელიც ახლა რესპუბლიკის მოედანზეა, შეკრებილი დედაქალაქის მთავარი გამზირისაკენ, სინათლის როგორც თავისუფალი სიტყვის სიმბოლოთი გადაინაცვლებს რუსთაველის გამზირისაკენ და რა თქმა უნდა პროტესტი იქ გაგრძელდება. ზურა ვარდიაშვილი არის ახლა ჩემთან ერთად და ის უპასუხებს ჩვენს კითხვებს. ზურა, გამარჯობა კიდევ ერთხელ. აი რომ გითხრათ ქართული ოცნების ამ სასტიკი პოლიტიკის ქრონოლოგიას რომ გადავხედოთ, ხო, დაიწყო რაღაცა მცირედი შეზღუდვები, თუმცა ის ყველაფერი რაც ახლა ხდება, თუნდაც თქვენს შეზღუდვასთან დაკავშირებით არის ერთი დიდი ჯაჭვის პატარა რგოლი. იმ ყველაფრის გაგრძელება, იმ ძალადობრივი პოლიტიკის, მათ შორის რომელიც ვიხილეთ გასული თვეების განმავლობაში. როგორ ფიქრობთ, თუ კი მალე არ დასრულდება ბიძინა ივანიშვილის გუნდი პოლიტიკური თვალსაზრისით, სადამდე მივა ეს ყველაფერი? ხო, ჩვენ თვალი უნდა მივატევნოთ მთელ ამ პროცესებს მისი დასაწყისიდან, ხო? აქ რაღაც ვინმე ისე არ კონდეს წარმოადგენელი, რომ მზი ამაღლებელს უცბად სტაციის ხელი და დააკავეს და დააპატიმრეს. ანუ აქამდე რომ ჩვენ ახლა პოლიტიკური პატიმარი ქალი ჟურნალისტი გვიზის ციხეში, ჩვენ ნაბეჯ მოვდიოდით სხვადასხვა შეზღუდვით, მოვდიოდით საკანონმდებლო ცვლილებებით, მოვდიოდით სხვადასხვა კანონის იმპლემენტაციით, ერთი რუსული კანონით, მეორე რუსული კანონით, მესამე რუსული კანონით და სხვადასხვა საკანონმდებლო ბაზაში შეტანილი სხვადასხვა ცვლილებით, ქუჩაში დახვედრით, შანტაჟით, მუქარით, რაღაც აკრძალვით ფუნქციონირების რეალურად დაიხურა უამრავი მედია, განსაკუთრებით რეგიონულ მედიაში შეეხო ეს პრობლემები და ახლა ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც თუ ეს ქართველი ხალხის, ქართული საზოგადოების ბრძოლა არ დასრულდა გამარჯვებით და წარმატებით, რაცაც მე პირადად გამოურიცხავ, იმიტომ რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ ქვეყნის ისტორიას ვინც იცნობს და ვისაც უბრალოდ შეუძლია რომ გადახედოს ჩვენს ქართული ხალხის ბრძოლას და მოუკიდებლობისთვის, ქართული ხალხის ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის შეუძლებელია სხვაგვარად იფიქროს, მაგრამ ჩვენი ცოტა რთულია საკუთარ თავზე ლაპარაკი და ჟურნალისტები, როდესაც საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, ეს არ არის ჩვენი რეალური როლი. ახლა ეს მეგაფონი, რომელიც ხელში მეჭირავს, არ არის ის ნიუტი, რომელსაც ძალიან შეჩვეული ვარ. ეს ასე არ არის, პირიქით მე ყოველთვის მიჩვენია, რომ სცენის უკან ვიდგე და პირიქით გავაშუქო მოვლენები, ადამიანებს უთხრა სიმართლე, მაგრამ მოგვიწია ამის კეთება და საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ თუ არ იქნება სინათლე, ამ შემთხვევაში ჩვენი ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული და სინათლეში ამ შემთხვევაში ჩვენ გულისხმობთ ინფორმაციას, რომელიც დღესდღეობით დღევანდელ ინფორმაციულ ერაში არის აუცილებელი იარაღი ადამიანისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმედით ზურა ვარდიაშვილს, რომელმაც კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ქართულმა ოცნებამ აიძულა ჟურნალისტები, რომ იყვნენ არ აქციის მხოლოდ გამშუქებლები, არამედ ისინი ორგანიზატორებადაც აქცია და მანაც განმარტა, რომ ეს არ არის მედიის ბუნებრივი მდგომარეობა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს ქართული ოცნების პოლიტიკურ მმართველობასთან ერთად. გიორგი ახობაძეს ხედავ ახლა, გამარჯობა. მე უნდა გკითხოთ აუცილებლად იმასთან დაკავშირებით, რამხელა როლი აქვს მედიას თუნდაც პროცესების, სასამართლო პროცესების განშუქებაში, ხო? ის უმნიშვნელოვანესი სიტყვები, რომლებიც საზოგადოებამდე მიიტანეს სწორედ ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა, ტელევიზიამ, უკვე ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად სცადა, რომ ესეც წაართვას საზოგადოებას, უკვე აღარ არის დასაშვები სასამართლო პროცესებზე, ვიდეო გადაღება და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ კარგად ხატავდა, როგორ კარგად აღწერდა მედია იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა სასამართლოში და ამიტომაც გახდა დარტყმის პირველი მსხვერპლი. ამ კონტექსტში შევაფასოთ სწორედ, აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით აღმოჩნდა ზუსტად ქართული მედია ერთ-ერთი პირველი დარტყმის მსხვერპლი. როგორი არის თქვენი შეფასება ამ პროცესების? ჩემი შეფასება, პირველ რიგში აუცილებლად მადლობა უნდა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს. არ ვიცი, ალბათ რომ არა ისინი ჩემი ენერგეტიკას და мотивაციას გაცილებით სუსტი იქნებოდა გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო დარბაზში რეალურად სულ ორი მხარდაჭერის იმედი მქონა, ერთი ხალხ ადამიანები, ჩემი მეგობრები და ახლობლები და ნაცნობები, ვინც მხარდასაჭერად იყვნენ მოსული და მეორე მედიის წარმომადგენლები, იქნებოდა ეს ტელევიზია თუ იქნებოდა ეს ონლაინ გამოცემები.
მედი შევიწროება დღეს და გუშინ არ დაწყებულა წლებია ეს უკვე მიდის სხვადასხვა სახით და განსაკუთრებულად ესე ბრუტალური ფორმები ამ ბოლო დროს მიიღო და სამუშაო სივრცის შემცირების მხრივისაც სასამართლო დარბაზებში გააკეთეს. აი ეს იყო ალბათ ესეთი მხილება კეთდებოდა მედიის მხრიდან რეჟიმის საემ რაღაც არაადამიანობების ამის საქვეყნოდ ესე ვთქვათ გამოფენა უკვე მათთვის კონტრპროდუქტიული იყო და აღარ გამოდიოდათ პროპაგანდით, აღარ გამოსდიოდათ ჩვენი დისკრედიტაცია და გაშოვება, აღარ გამოსდიოდათ რაღაცა მოძალადეებად ესე ვთქვათ წარმოედგინათ საზოგადოებისთვის რეჟიმის ტყვეები, ცოტა დააგვიანდათ. რეალურად ჩვენი სათქმელი მაინც თქვით და ამაში მედია დაგვეხმარა და არ ვიცი მე პირადად ის 8 თვე რომელიც ციხეში ვიყავი ალბათ ყურიდან ყურსასმენი არ გამომიღია 24 საათის მანძილზე და რომ მეძინა მაშინაც მიუსებთან ვიყავი და ეს იყო ჩემი ერთგვარი ხიდი იმ საკანს და გარეთ პროცესებს შორის რომ ემოციურად ისევ ბმა მქონოდა და ისევ რაღაც თავი ჩართულად მეგზნო და მათ შორის იქიდანაც მიმეღო ენერგია რომელიც ჩემ ხარდაჭერას ატარებდა შესაბამისად ალბათ სადაც არ უნდა დაიძახოს მედიამ რომ დახმარება გჭირდებაო მე ყოველთვის მანდ ვიქნები და სხვებსაც მოუწოდებ რომ შეიძლება დღეს მათ ცხოვრებაში არ დამდგარა მომენტი რომ ჭირდებათ ესე ვთქვათ დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა რომ მათი პრობლემები ან მათი ხმა ისმოდეს მაგრამ ასეთ ქვეყანაში როგორც ახლა ვარ და იმ რეჟიმში როგორც ახლა ვცხოვრობთ ნებისმიერ დროს ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება დაჭირდეს და ამიტომ უნდა გააცნობიეროს ყველა მოქალაქემ რომ პირველი ვისაც დღეს მხარი უნდა დაუჭიროს არის ქართული მედია და ამიტომ მეც მაგიტოვთ გავარ აქ ძალიან დიდი მადლობა უსმენდით გიორგი ახობაძეს ადამიანს რომელსაც ქართული ოცნება უბადოდ უპირებდა ციხეში გამოკეტოს თუმცა პროკურატურა მას ვერ დაუდასტურა ვერაფერი რასაც ედავებოდა და აქედან გამომდინარე კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ მისი საქმე იყო თეთრი ძაფით შეკერილი სულ ცოტა ხანში უკვე დაიწყება მსვლელობა როგორც უკვე გითხარით ეს იქნება ფარნების მარში იმის სადემონსტრაციოდ და საილუსტრაციოდ რომ ის თავისუფალი სიტყვა რომელსაც ახლა დამოუკიდებელი ქართული კრიტიკული მედია ემსახურება არის ერთადერთი სინათლის სხივი საქართველოში რომლის წართმევასაც ქართული ოცნება საზოგადოებისათვის ცდილობს, თუმცა მიუხედავად ამისა აქ შეკრებილ ადამიანებს აქვთ აბსოლუტური რწმენა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი ამას ვერ მოახერხებს. რესპუბლიკის მოედნიდან ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.